სინათლე არ უნდა ჩაქრეს ამ გზავნილით. დედაქალაქის შემდეგ მედიის მხარდამჭერი აქცია მსვლელობა სწორედ ქუთაისში იმართებოდა. აქციას სხვადასხვა მედია საშუალებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და ზოგადად ყველა ის მოქალაქე უერთდება, რომელიც კრიტიკული მედიის აუცილებლობას ხედავს. ეკა ფხაკაძე გვიერთდება ქუთაისიდან. მოგესალმებით, ერთგვარი აქცია პერფორმანსი, მარში პერფორმანსი იმართება დღეს ქუთაისში. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლება თხოვეს შეკრებილებს ფარნებით სიმბოლურად გაენათებიათ ქუთაისის ქუჩები. სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ეს არის 22 ონლაინ მედიის ერთობის კამპანია და ამის არსზე ჩვენ ვისაუბრეთ. აქ შეკრებილები ამბობენ, რომ დამოუკიდებელი მედიის დაცვა ეს იგივეა, რაც სიტყვის თავისუფლების დაცვა. სიტყვის თავისუფლების დაკარგვა ნიშნავს თავისუფლების დაკარგვას. ამიტომ სინათლე არ უნდა ჩაქრეს. აქ ბევრი ადამიანია ჩამოსული თბილისიდან და ჩვენი კოლეგები. მე ვხედავ თეო ქართარაძე არის სტუდია მონიტორის ჟურნალისტი. თეო, აი ამ აქციის ჩვენ ერთთვის წინ დავიწყეთ ონლაინ მედიამ სინათლე არ უნდა ჩაქრეს კამპანია, რომლის მთავარი სათქმელიც არის ის, რომ მაშინ როცა ხელისუფლება თავისი რეპრესიული კანონებით და პოლიტიკით ებრძვის დამოუკიდებელ მედიას, აი ეს გაერთიანება და ადამიანების მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღევანდელმა საზოგადოებამ იცის დამოუკიდებელი მედიის არსი და მნიშვნელობა. ყოველდღიურად გრძნობთ ამ მხარდაჭერას და სწორედ ეს გვაძლევს იმედს იმის თქმისას, რომ საქართველოში ონლაინ მედია იარსებებს და სინათლე არ ჩაქრება. მადლობა. ალბათ მაყურებლისთვის ახალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ძალიან რეგიონის დაკავშირებით ამბებს, ინფორმაციას ჩვენ ვგებულობთ მხოლოდ იმ რეგიონში არსებულ ონლაინ მედიის საშუალებით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ონლაინ მედია გადარჩეს. ხვიჩა ვაშაკმაძე არის ქუთაისი პოსტის წარმომადგენელი. ხვიჩა, რა ემუქრება ქუთაისის ონლაინ მედიას? რეგიონებში მედია საშუალებებს ძალიან უჭირთ უკვე ეს სახეზე არის. ყველა უამრავი გამოცემა, უამრავი ონლაინ მედია უკვე დაიხურა, ან ბევრი დახურვის საშიშროების წინაშეა და ერთი რამ არის, უნდა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ თუ კი არ იარსებებს რეგიონებში დამოუკიდებელი თავისუფალი მედია, მათი ხმა ვერ მივა იქ, სადაც უნდა მივიდეს და ისინი ყოველთვის იქნებიან ყურადღების გარეშე და ყურადღების მიღმა დარჩენილები. მადლობა. სიტყვის თავისუფლება სინათლეა, ცენზურა სიბნელეა, ამიტომ სინათლე არ უნდა ჩაქრეს. მე აქვე გეტყვით, რომ ქუთაისში ასევე როგორც მთელ საქართველოში დღეს პროტესტის 307 დღეა. იმასაც გეტყვით, რომ ზოგჯერ ბევრი, ზოგჯერ მოგზაურებული რაოდენობით, მაგრამ ყოველ დღე ქუთაისში მერიის შენობის წინ იმართება საპროტესტო აქცია. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მზიას.